მე მგონია რომ მეფე მაინც მუსიკაა. ვისთვისაც ჩვენ ყველანი პაიკებით და მის გარშემო მყოფებით შრომობთ, ვიღწვით, ვემსახურებით მას. მე ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მე აი აქ ვარ. დაცულ უკანა ფლანგში. პირიქით, მე მგონია რომ წინ ვარ, მაგრამ წინ ვარ აი ამ პირველი პაიკებით, რომელიც პირველად დგავს ნაბიჯს და მე ის ბედის ანაბარას რჩება და ის დამოკიდებულია უკან როგორ მიეხმარებიან. ჭადრაკის დაფა არის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა ხდებოდეს ორგანიზებული წესრიგი კომპეტენციის საკითხებში. თუ როგორ აბსოლუტურად ყველას აქვს თავისი მტკიცე, თავისი ზუსტი როლი და ზუსტი ადგილი და თუ რა შემთხვევებში შეიძლება გარკვეული ცვალებადობა, ხო, ესეც არსებობს. თუ რა დროს ხდება პაიკი დედოფალი, ეს მართლა ძალიან კარგი მოდელია სახელმწიფოს მოწყობის, ძალიან კარგი მოდელია ორგანიზაციის მოწყობის, შენ საკუთარი ცხოვრების მოწყობისაც კი, იმიტომ რომ შენ თვითონ შიგნით რაციონალურად დაალაგო, შენი პაიკები, შენი მეფე, შენი დედოფალი, შენი ცხენი, შენი ეტლი, შენი ყველა შენი ფიგურა იმისათვის რომ შენც მოწესრიგებული იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი არის რომ ამ ცხოვრების დაფაზე შენ თვითონ იპოვო შენი თავი, შენ თვითონ ზუსტად იცოდე რა სვლა არის შენ ესე უნდა იარო, შენ ესე უნდა იარო, შენ ესე უნდა იარო, შენ მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა უნდა შეგეძლოს თუ შენ შეგიძლია აბსოლუტურად მთელი შენი სამყარო აითვისო. აი ეს ყველაფერი შენ თვითონ კარგად უნდა იცოდე. და იმისათვის რომ იცოდე, ალბათ საჭიროა ორი რამ. ერთი სიღრმე, შინაგანი სიღრმე და დაუღალავი პროცესი საკუთარი თავის ძიების. პროცესი საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, კითხვების დასმის და მასზე საკუთარ თავთანვე გულწრფელი პასუხების გაცემის. მუსიკა მეფეა. მეფის ერთგული პაიკის მუსიკალურ ცხოვრებას კი საკმაოდ უჩვეულო დასაწყისი ჰქონდა. უჩვეულო მხოლოდ მომავალში სახელგანთქმული მუსიკოსისათვის, თორემ რასაც ახლა მოისმენთ, შესაძლოა ზოგიერთ საკუთარი ბედკრული ყოფაც კი მოაგონოს. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ნიკა მემანიშვილის შემთხვევაში მუსიკის შესწავლასთან დაკავშირებული ტანჯვა წამება კენწეროში მაინც გატკბილდა, სადაც ის ჩვეულებრივზე სწრაფი ტემპით მოექცა. მუსიკა რომ მისი დიდი მეგობარი და მესაიდუმლე გახდებოდა, თავიდან ვერავინ წარმოიდგენდა. ბავშვობაში მასთან ურთიერთობას მშობლები აიძულებდნენ, რადგან ნიკა მემანიშვილს მუსიკალური ნაწარმოების გარჩევის არც სურვილი აღმოაჩნდა და არც ნერვები. იმიტომ რომ ძალიან ზარმაცი ვიყავი და მეცადინეობის დროს არასოდეს არ მყოფნი და ნერვები ამოცანა ბოლომდე მიმეყვანა. რის გამოც სახლში სულ ყოველთვის იყო დიდი ჭიდაობა ჩემს მშობლებს შორის. დედაჩემი თუ მაძალებდა, მამაჩემი შედიოდა ჩემს მდგომარეობაში და შესაბამისად ყოველთვის მუსიკა ჩემს ბავშვობაში დაკავშირებული იყო რაღაც ტანჯვის ელემენტებთან. მშობლებს ფარხმალი არ დაუყრიათ, რადგან თუნდაც იძულებითი მეცადინეობის დროს ნიკას საკმაო წარმატებები ჰქონდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მის ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი თავდაყირა დადგა და რატომღაც ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდა. თუ დავუშვათ მეოთხე, მეხუთე კლასამდე მუსიკალურ სკოლას გულისხმობ, მევედრებოდნენ, ან მიბრძანებდნენ, ან ოთახში მკეტავდნენ იმისთვის, რომ მე მეცადინა. შემდგომ უკვე პირიქით მეხვეწებოდნენ, რომ ადექი ცოტა ხანი დაისვენე, ეგება მოხვიდე და სხვა რამით გაერთო, ან წიგნი წაიკითხო, ან ტელევიზორში შეხედო. ყოველ შემთხვევაში უცებ შეიცვა. თუმცა მისი ხასიათის ასეთ რადიკალურ ცვლილებას ერთი კონკრეტული მიზეზი მაინც ჰქონდა. ნიკა მემანიშვილი, ისევე როგორც მისი თაობის არაერთი მუსიკალური ბავშვი, ჯანსუღ კახიძის უნიკალურ ლექცია კონცერტებს დაასწრეს. სულ მალე კი მან მის ორკესტრსაც უდირიჟორა. 10 წლის ასაკში ნიკა მემანიშვილი დიდი მაესტროს ხასიათის ისეთ შტრიხებს ჩაწვდა, რაც ბევრისათვის შესაძლოა ბოლომდე შეუმჩნეველი დარჩა.
მოგეთ მე არ მახსოვს როგორ თავიდან როგორ იყო საერთოდ ბულდონად მახსოვს მე უბრალოდ ის მახსოვს რომ როდესაც ემტიბერზე ჩავიდნენ ჩემმა ცნობის მოყოლებმა მე მიყვანა ოპერის იმ ორმოში იმის მერე მე ხო საორკესტრო ორმოში აი იმის მერე რა გამახსენდა რომ მე ყველა სპექტაკლს უკვე ლოჟიდან ახლა უსმენდი ორკესტრის იმიდან ბატონ ჯანსუღსაც როდესაც შევხვდი და დეჩმა საყვედურითაც კი თქვა აი ამ ორმოში რომ ჩადის იქ და ჰაერიც არ არის იმდენად ისეთი კაი რაღაც მაგრამ იცით ამ ორმოში რომ ჩადის ბავშვი იქიდან უსმენს ჯერ პატარაა თან იქ ორკესტრი უკრავს ყველაზე ხმამაღლა მისი ყურები განუვითარებელია ბატონ ჯანსუღს უთხრა და ბატონმა ჯანსუღმა უთხრა რომ აი ძალიან კარგი შვება ის რომ იქიდან უსმენს იქ მაინც სხვა ყურით უსმენს მისი მხარდაჭერა მახსოვს, მისი სიტყვები მახსოვს. მისი აბსოლუტურად უჩვეულო, მაგრამ რეალურად მე რაც გამოცდილი მაქვს, სითბო მახსოვს. და მიუხედავად მისი რთული ხასიათისა, მისი შინაგანი სიმკაცრის, პიკში მყოფი პრინციპულობის, ესეთი ფარული ყოველდღე დაფარული სითბოსი, ფაქტურად ძალიან რთული იყო ესე გაცემა ამისი, მხოლოდ სიმღერაში იგრძნობოდა ის, როცა მღეროდა, ის როცა სცენაზე იყო, მაშინ კი. დაფარული სითბოსა და მხარდაჭერის გარდა დიდმა მაესტრომ თითქოს ნიკა მემანიშვილის მომავალიც გათვალა და ერთ მშვენიერ დღეს ბავშვს უცნაური წინადადებით მიმართა. ახსოვს ოპერის თეატრში დამიბარა და მითხრა, რომ როდის უნდა დავждეთ მე და შენ და როდის უნდა გასწავლო როგორ უნდა მართო უზარმაზარი ორგანიზმი როგორიც ოპერის თეატრიაო. მითხარი რატომ უნდა ვისწავლო თქო როგორ შენ ხო აუცილებლად ერთჯერ დღეს იქნები რომელიმე ორკესტრის ან თუნდაც ოპერის თეატრის მხატვრული ხელმძღვანელიო. შენ ეს ხო უნდა იცოდე. მას უდიდესი წარმატებაც ადრეულ ასაკში ეწვია და უკიდურესი გაჭირვებაც. მამის ნაადრევად გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ოჯახის სიმძიმე დააწვა ზურგზე და მხოლოდ მუსიკის იმედად დარჩენილი 13 წლის ასაკში კაფე-ბარებისა თუ რესტორნების გზას გაუყენა. მუსიკით ვზიდე მე ჩემი ოჯახი დღემდე ესე მომაქვს. ყველაზე ერთგული მეგობარია ჩემი მუსიკა და არც ერთ დროს არ მიუტოვები ვარ, ამიტომაც არასოდეს არ მეშინია არანაირი პრობლემის. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ადამიანს გარკვეული დასაყრდენი აქვს, სხვა ადამიანის სახით. მაგრამ ადამიანები ხო მოკვდავები ვართ და მუსიკა ხო უკვდავია და მე ჩემი დასაყრდენი რომ მუსიკა აბსოლუტურად უპრობლემოდ მგონია ჩემი ცხოვრება. მიუხედავად იმ ოფითი პრობლემებისა, რომელსაც ყველანი განვიცდით. აი იმ დროსაც კი, როდესაც 13 წლისას იძულებით უნდა მემუშავა და
ну ფაქტიურად 13 წლის ბავშვი ისედაც არ არის ლამაზი რომ რესტორნებში და კაფეებში უკრავდეს. დღეს მე რომ სადმე შევიდე და დავინახო რომ 13 წლის ბავშვს აკვრევინებენ კაფეში, აუცილებლად მივალ და ვეტყვი რომ ეს არ გააკეთონ, უბრალოდ იმ ბავშვს თუ ისე უჭირს, დაუნიშნონ სტიპენდია. ვინაიდან ნებისმიერ კაფეს, რესტორანს ან თუნდაც უმცირეს ბიზნესს იმის საშუალება აქვს, რომ იმ თანხის საფასური ნიჭიერ ადამიანს დაუშვათ გზა გაუყვალონ და რაღაცა ეტაპი გაავლევინონ ცხოვრების. ეხლა მაშინ რო გითხრათ ესე ფიქრობდენო ტყუილი იქნება, თუმცა დღეს ეს ადამიანები ცდილობენ რომ დაივიწყონ ის ჩემი ბავშვობა და ჩემი შეხება მათთან, როდესაც ისინი ამა თუ იმ კაფესა თუ რესტორნის მეპატრონენი იყვნენ. ნიკას გულში წენა არავის მიმართ დარჩენია. თვლის რომ გაჭირვების დროს ხელი გაუმართეს. უბრალოდ არ ავიწყდება ფსიქოლოგიური სტრესი, რასაც ეპოქათა გასაყარზე ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა და უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირე სულ უფრო უმძაფრებდა. სწორედ ეს დრო იყო, როდესაც პურის ფულიც არ მქონდა. დედჩემი მახსოვს, აი ამ ერთ-ერთი კაფის უკან იდგა ხოლმე მთელი ის გვიან სადღაც ღამის პირველ საათამდე, რომ მე ერთად ფეხით ავსულიყავით სახლში. იმ ფულით პურს ყიდულობდით მხოლოდ და შეიძლება კარაქიც და ესე ძალიან გვიჭირდა. ნიკა მემანიშვილის ადამიანური თუ პროფესიული ისტორია ერთი შეხედვით ჩვეულებრივად დაიწერა. ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანისა, თავისი ტკბილმწარე მოგონებით, ოჯახითა თუ სამეგობროთი, უბნითა თუ ქუჩით, ერთი სიტყვით ყველაფრით, რასაც ადამიანისათვის მნიშვნელობა აქვს. თუმცა მის ცხოვრებაში არსებობდა რაღაც უცნაურ მოვლენათა ჯაჭვი, რომლის თვითოეული რგოლიც მისი ცხოვრების ლოგიკას ქმნიდა. რაღაცები ხდებოდა ისე, რომ წინასწარი რაღაც ნიშნებით გრძნობდით, რომ იქნებოდა, ან გავიდოდა დრო და რაღაცა ისეც გავიგებდით, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკაში ეწერებოდა. და დღემდე ესეა და სხვათა შორის შესაბამისად მე მგონია, რომ კი ეს ყველაფერი მოვლენათა რიგის და იმ ადამიანების დამსახურებაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი ბედისწერა, ეს იყო ჩემი გზა. ამის მაგალითად მე თქვენ გეტყვით, რომ 15 მაისს გავხდით 15 წლის. და ღამის 12 საათზე, როდესაც ისე ვთქვათ, ზუსტად დადგა ჩემი დაბადების დღე, პირველად ავტობუსით შევედი ქალაქ ვენაში. სიმბოლურია თითქოს არა, მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და ვენა გახდა ჩემი მეორე ქალაქი. ვენაში სწავლის დროს რაღაცა პერიოდით სტიპენდიას მირიცხავდა უცნობი ადამიანი. ძალიან მიჭირდა და ის სიმბოლური თანხა ჩემთვის უზარმაზარი დახმარება იყო. და გავიდა დრო და შევიტყვეთ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც დაესიზმრა მამა და რომელმაც სიზმარში დაავალა თავის შვილს, რომ მე მომხმარებოდა. ის არ მიცნობდა მე. და დედაჩემის საშუალებით მე დაგვიკავშირდა. ეს იყო ევგენი მიქელაძის ქალიშვილი თინა მიქელაძე. მას სიზმარში უთქვამს მისთვის, რომ გავა დრო და ჩემ სახელთან იგი დაკავშირებული იქნებაო. გავიდა 5 წელი და მე გავხდი ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი. ყველა ადამიანს გააჩნია მდგრადობის კოეფიციენტი და კონკრეტულ ზღვარს მიღმა ის კარგავს საკუთარ თავზე კონტროლის უნარს. ამ რყევებს ან კოლოსალური რაოდენობის ფული იწვევს, ან ზღვარგადასული ძალაუფლება და წარმატება. ერთი ადამიანისათვის სამივე ერთად ან ცალ-ცალკე ძალიან საშიში ტვირთია და მისი ტარება მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ. მე აქვს ისევე სწორედ ამიტომ დაშრობიათ ჩვენს ქალებს ის სწორედ ამიტომ და აგორს ვიგებთ ყველა მე ტრებოდა დოზი და მოხსნით კაიგე იცით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა აი როდესაც ხარ 25-26 წლის და შენ ხარ ცნობილიც, პოპულარულიც შენს ქვეყანაში, შენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გარკვეულ წრეში. როდესაც ხარ შენი ქვეყნის სახელმწიფო კოლექტივების ხელმძღვანელი,
როდესაც თითქოს აბსოლუტურად ყველაფერი მიღწეული გაქვს. მაგრამ რეალურად ხვდები, რომ შენ მხოლოდ და მხოლოდ ეხლა იწყებ. ყველაზე რთული ჩემთვის აი ეს არის, რომ როგორ მოვახერხო და ეს ხო კონტრასტულია, აი ეს ყველაფერი რაც მე მოვყევი და ის რომ ეს ყველაფერი ნოლია თან და აი ეს ყველაფერი დასაწყისია რაღაცის, ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ლოგიკურად ის ყველაფერი უნდა იყოს რაღაცის ბოლო ეტაპი. როდესაც მიაღწევ პოპულარობას, მიაღწევ აი ასეთი კოლექტივების ხელმძღვანელობას, ალბათ ეს არის შენი ცხოვრების რაღაცა გვირგვინი. და უცებ მე ამას აქში მაქვს. ეხა ხვდები, რომ ამ ხიბლით დავიღუპები, ამ პირიქით მე ხა უნდა შევძლო და ეს ყველაფერი გამოვიყენო იმ საქმისათვის და თუნდაც იგივე ჩემი მეგობრისათვის, მუსიკისათვის. ბას-გიტარა უჩა. მან არ იცის თუ როგორ აღიქმება მისი ქცევა გარეშე თვალით. ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო წარმატება საკმაოდ ადრეულ ასაკში ეწვია, ყველაზე დაუნდობელ ოპონირებას საკუთარ ასევე ნაადრევად დაბრძენებულ თავს უცხადებს. მეორე მე განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და როდესაც გრძნობს, რომ მისი შედეგით აუცილებლად ვიღაცა დაიჩაგრება. აი ამ ბოლო წლების განმავლობაში მიწევს საკუთარ თავთან კონფლიქტში ყოფნა. ერთი ნიკა, რომელიც ცდილობს, რომ აბსოლუტურად სიკეთე აკეთოს და ყველაფერი დადებითი იყოს მის გარშემო, ის ყოველთვის ებრძვის მეორე ნიკას, რომელიც იძულებულია, რომ მართოს უზარმაზარი მუსიკალური ცენტრი. და იძულებული არის ამ მართვაში სტრატეგიული გადაწყვეტილებების დროს ერთნი ასე ვთქვათ, ნაწყენები დარჩნენ და მეორენი კმაყოფილები. მაგრამ საბოლოო ჯამში გაკეთდეს საქმე. სულ მგონია, რომ ადამიანი იმიტომ ბერდება, რომ ის უბრალოდ ყველგან პრობლემები კიდია, ამიტომ სახე უნდა უჭდება, ამიტომ ესე ვთქვათ, ჩიავდება. ეს ყველაფერი სულ მგონია, რომ ცხოვრების მანძილზე ყველა პრობლემას რო დაიგროვებ და ამას ზიდავ. და უბრალოდ შენ გონია ტვინში, რომ შენ რაღაც პრობლემები გადაჭერი, მაგრამ პრობლემა ხო შენი ხასიათის გამო გემართება და ხასიათი არ იცვლება. ის არის ასევე თივე გენეტიკური, როგორც გემოვნი. ამიტომაც ნებისმიერ ადამიანს ასაკში აქვს ეს ბევრი დაგროვილი და მე უბრალოდ პატარა ასაკში დამიგროვდა ეს ბევრი. ძალიან პატარა ასაკში და შესაბამისად ეხლა რა თქმა უნდა მე ვერ ვიტყვი რომ მოვხუცდი, მაგრამ ორ შემთხვევაში არც ჩემ ასაკის ადეკვატურად ვფიქრობ, ვაზროვნებ და გამოვიყურები. ამ დროს მაქსიმალურად გული მიმირბის ჩემი მეგობრებისკენ, რომლებიც არიან ჩემხელები, ჩემზე უმცროსები. მაგრამ ხვდები, რომ რაღაც მომენტში მათთან ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის. საინტერესო აზროვნების თვალსაზრისით, საინტერესო შემოქმედებითი მუხტის მიღების ან გაცემის თვალსაზრისით. ნუ რა გითხრათ, არასოდეს არ მგონია, რომ მე რაღაც ზღვარს გადავალ, მაგრამ იმის გამო, რომ არ ახალგაზრდა და იმის გამო, რომ თანაბარ უფლებიანი ვარ ჩვენ ქვეყანაში. ჩემი უბრალოდ სამსახურეობრივი პოზიციის გამო, ჩემს უფროს კოლეგებთან ეს გარკვეულ გაღიზიანებასაც იწვევს გარკვეულ საზოგადოებაში, ვინც დაუშვათ ღრმად არ აზროვნებს და ამ ყველაფერს ძალიან ზედაპირულად უყურებს. ამიტომ მე ყოველთვის მას მერე რაც მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ვარ, ყოველთვის მიწევს საკუთარ თავთან მოგერიება იმ გარე, ესე ვთქვათ, რაღაცა უსიამოვნო ცუდი ემოციების, რომელიც ხშირად მოდის ჩემი მისამართით. უსიამოვნო ემოციის დაძლევაში მუსიკა, ორკესტრი, გუნდი და ის ხალხი ეხმარება, ვინც მის შემოქმედებით თუ ცხოვრებისეულ ორბიტაზე იმყოფება. ნიკა მემანიშვილი ამბობს, რომ თუ გინდა იყოს შემსრულებელი ან შემქმნელი, ადამიანი, რომელიც აკეთებს რაღაცას მნიშვნელოვნად და არა უბრალოდ, პირველ რიგში წინააღმდეგობას უნდა შეეჩვიოს, რომელსაც მეორე უხილავი, თუმცა წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესი მხარე გააჩნია. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა გექნება, ალბათ მით უფრო მეც მიაღწევ, იმიტომ რომ ეს ადამიანში არის რაღაც ბობოქარი გენეტიკური კოდი იმისი, რომ დასაძლეველი უნდა დაიძლიოს, წინააღმდეგობა უნდა გადაილახოს და მთელი მუსიკის ისტორია სწორედ ამითია მდიდარი, რომ სწორედ აი კონსერვატულობის წინააღმდეგ ბობოქრობდნენ კომპოზიტორები და სწორედ ამით იქმნიდან ისინი გენიალურ მუსიკას.
საქართველოში ორკესტრი ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც თვითგადარჩენის გასაოცარი ინსტინქტი გააჩნია. აქ ყველაზე მეტად იგრძნობა იდეის ერთგულება, რადგან ამ ადამიანებს ყოველთვის მუსიკის უსაზღვრო სიყვარული და დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ. ის, რასაც მე ხემძღვანელობ, ის წლების განმავლობაში იყო ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე უპატრონო, ყველაზე უბედური, ყველაზე პრობლემატური, ყველაზე დაბალანაზღაურებადი. არაერთხელ დაშლილი და შემდგომში, არაერთგან შეხიზნული და დღეს უკვე საკუთარი შენობით გამდიდრებული. ამიტომაც ეს რაღაც საოცარი ენთუზიაზმი ჩემამდეც იყო. მე რომ მოვედი, იცით, ეს მაქსიმალურად შევეცადე, რომ ყველაფერი შემომეტრიალებინა და ეს ყველაფერი რაც იყო ცოტა როგორ ვთქვა, დაძაბული, უსიამოვნო, აი ეს აურა, რომელიც ტრიალებდა, ყველაფერი ყოფილიყო ხარისიანი და თუნდაც ის პრობლემებიც კი, რომელიც მე ჩემ დროსაც არ მოვაკლდა ჩემს ორკესტრს, უბრალოდ ხალისიანად გადაგვეტარებინა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ რთულია, რომ ადამიანებს, რომლებსაც უმინიმალურესი ანაზღაურება აქვს. დღეს თბილისში თუ კი შეიძლება ითქვას, რომ სადმარი მინიმალური ანაზღაურება ეს ჩვენ სამსახურშია. შეძლო ის, რომ შენ ასეთი ინტენსიური მუშაობის დროს ისაუბრო მაღალ მატერიაზე, ისაუბრო მუსიკაზე, ხელოვნებაზე, დაგეგმო კონცერტები. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მერე ისეთ რას ხვდები, რომ რაც არ უნდა იყოს პრობლემებით ახსავსებ პროცესი ჩვენი სამსახურის მუშაობის მზადების. თუ კი არის წარმატებული კონცერტი, ის მეორე წარმატებული კონცერტამდე ყოფნის ყველას ადამიანებს, მათაც ჩვენც იმისთვის, რომ კიდევ მორიგად დაძლიონ უკიდურესი გაჭირვება, უკიდურესი ყოფა და იყვნენ ისეთივე გახარებულები და ბედნიერები იმ მუსიკით და შესრულებით, როგორც არიან მაშინ, როდესაც წარმატებული კონცერტია. მე ვერ წარმოიდგენთ თქვენ, ახლა ვიგრძენი რამხელა ჯადოსნური ძალა აქვს ხელოვნებას და მუსიკას. მას მართლა შეუძლია, რომ უკიდურესად მყოფი გაჭირვებაში ადამიანი მაინც ასულდგმოს და ბედნიერი ამყოფოს. ხახნო, აი დაუჯერებელ რაღაცას ვამბობ, ამას ესე ყველა ვერ მიხვდება. მე უბრალოდ ჩემს თვალწინ ვხედავ უკიდურესად მძიმე ყოფაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც უაღრესად ბედნიერები არიან წარმატებით, ტაშით. მათ რაც თავარია, იცით რა არის? კიდე სხვა შეგრძნებაა ორკესტრი და გუნდი. აი ეს არის არა ინდივიდის შეგრძნება, რომელიც დაუშვა დირიჟორი ეს მისი სახელი და გვარი აფიშაზეც გარკვევით წერია. ორკესტრანტის გვარი არ წერია, ის რაღაც გარკვეულ კოლექტივში მოიაზრება როგორც ერთ-ერთი რიგითი წევრი. მაგრამ სიხარულს ის იღებს, განიცდის და გასცემს ზუსტად იმავე დოზით, რა დოზითაც სოლისტი ან დირიჟორი. და ეს საოცარი ერთიანობა, ეს საოცარი შეკრულობა, ეს რაღაც უზარმაზარი თავმდაბლობა და ამ დროს გარკვეული მეობა, ეს ერთად ისეთი კარგია, ისეთი ამაღლებულია და ისეთი დიდი ბედნიერების მომტანია, რომ ყველაფერი ღირს იმისათვის, რომ ეს აკეთო. მან საკუთარი თავი იპოვა იმ ბგერებშიც კი, რომელთან შეხების შემდეგაც შეიძლება უბრალოდ აღარ არსებობდე. გია ყანჩელის თეატრისა და კინომუსიკის, თუნდაც ნებისმიერი სხვა კომპოზიტორის ესთეტიკაში მოქცევა ჩანასახშივე უდიდესი რისკი იყო და არა მხოლოდ
მისი გენიალური ავტორის წინაშე. რისკის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. მე არ ვიცი, შეიძლება არსებობს ამის მაგალითები, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში არც ერთი წარმატება რისკის გარეშე არ არა, საერთოდ რისკი არ არის, სცენაზე რომ გადიხარ. ეს უკვე რისკია. უკვე რისკია. უბრალოდ არსებობს ძაფრი რისკი, ძალიან საპასუხისმგებლო და ნაკლებად საპასუხისმგებლო. მაგრამ აქაც მყავდა დამცავი მექანიზმები. Pushki samivет წვილი რომელიც ზეგვავს. შემდეგ უკვე აკეთებს წვილი რომელიც ზეგვავს ის უნდა იყოს pushki. ამ პროექტში დედოფალი იყო ნამდვილი დედოფალი ნატო მეტონიძე. ამიტომაც მას აბსოლუტურად ყველა პაიკები ვემსახურებოდით და ეს ყველაფერი ჩვენი დედოფლისთვის ხდებოდა. იცით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაღაცას რო აკეთებ რისთვის ან ვისთვის. ეს გარკვეულ მუხტს იძლევა და როდესაც ეს ნატოს ეხებოდა, ეს ყველაფერი ამიტომაც გამოვიდა ესეთი. ამას იმხელა ენთუზიაზმი ჰქონდა, რომ ეს არ ჩაივიდა ისე და მართლაც გავიდა უკვე 5 წელიწადი და დღემდე ვგრძნობ იმ შედეგებს, რაც ამას მოყვა. პროექტი შედგა უპირველეს ყოვლისა უზომოდ მკაცრი და მომთხოვნი ქართული საზოგადოებისათვის. თუმცა ადამიანისათვის, რომელიც თავად წერს მუსიკას, გიაყანჩელის შემოქმედებითი და ემოციური ზეგავლენისაგან თავის დაღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ნატო მოდი რა. მოდი არ მახსოვს რომ ამ გრანდიოზული პროექტების სათავეში თითქმის ყოველთვის რამდენიმე ნიჭიერი, ნებისყოფიანი და ამბიციური ადამიანი დგას. გარეშე თვალისათვის მათი კულისები არც ისე ხავერდოვანი და უპრობლემო უნდა იყოს. ქართული მენტალობის ფონზე განსაკუთრებით შოუ ბიზნესსა თუ თეატრალურ ხელოვნებაში არაჯანსაღი ურთიერთობის არც თუ მცირე მაგალითები არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ცნობიერების მქონე ქართველებს ერთი მთავარი ინტერესი აერთიანებთ, რასაც ამბიციურ ადამიანთა გაერთიანებული ამბიცია ჰქვია. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ჩვენი ფორმულა ურთიერთობის არის ყველაზე მთავარი. ეს არის
რაღაცის როგორ აგიხსნათ, იცით როგორი რაღაცაა? ერთმანეთის საქმეშიც კი ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. აი მაგალითად მე ვწერ მუსიკას. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ დათო დოიაშვილისთვის მიკითხავს, რომ ფორმის შესახებ მიკითხავს სტილისტური განვითარების შესახებ ისეთ მუსიკის დაწერის დროს, რომელიც შემდგომში მასთან არ იქნება შეხებული და დაუშვათ არა თეატრის მუსიკის, არამედ დაუშვათ ჩემი საავტორო. ყოფილა შემთხვევა, რომ დათო აკეთებს რაღაცას, დგავს სპექტაკლს, რომელშიც არც ჩემი მუსიკაა და არც ჩემი ესე ვთქვათ მუსიკალური გაფორმებლობა, მაგრამ არაერთხელ უკითხავს აზრი. აი რისი თქმა მინდა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი საერთო პროექტების გამო ვართ ერთად. არამედ უბრალოდ გრძნობთ ყველანი ჩვენი ჯგუფი, რომ ჩვენ საქმეშიც ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით. იცით რა, ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს. მე მგონი იდეალური მაგალითი საქართველოში ამისი იყო 60-იანელთა ერთობა. განსაკუთრებით კი გია ყანჩელის, რობერტ ტურუას, გოგი მესხიშვილის ეს წინვალე ერთობა და მათი თავის გატანა, მათი ერთმანეთისადმი გვერდით დგომა, მიხმარება, მათს უერთდებოდა ჯანსუღ კახიძე, ბიძინაკო. ნუ უამრავი ადამიანები იყვნენ ერთად. სამწუხაროდ დღეს ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც გვემატება, რომ ჩვენ ცოტანი ვართ ერთად, მაგრამ ხო ერთად ვართ. თუმცა მე მინდოდა ამ წრის გაფართოება, მე ყოველთვის აქტივისტი ვარ ესეთი ერთიანობის და ყოველთვის ვცდილობდი, მაგრამ რაღაც ადამიანები უნდობლად არიან დღეს ერთმანეთის მიმართ განწყობილები, იცით? უბრალოდ მე და დათო ესე რაღაც რამდენიმე ადამიანთან ერთად შევრჩით ესე. ბევრი ვერ შევინარჩუნე აი ამ ჩვენ შიდა წრეში. არ ვიცი რატო. ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ყველას რაღაც ამბიციაა, რომელიც უნდა დაძლიო და ჩვენ შემთხვევაში ეს კარგად დავძლიეთ. უბრალოდ ის ამბიცია ჩვენ გავაერთიანებთ და ამიტომ გვაქვს ერთი ამბიცია ყველას. მაღალი და დაბალი გემოვნება გენეტიკურია, ამბობს ნიკა მემანიშვილი, ხოლო საშუალო სოციალური მოვლენა ამა თუ იმ პოლიტიკური წყობისა. მუსიკალური გემოვნების ფორმირებასთან დაკავშირებით არ შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იდეოლოგიური მანქანის ტელევიზიის როლი არ გაგახსენდეს. ახლა მოისმენთ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ აჯობა ერთმა მუსიკალურმა პროექტმა ეგრეთ წოდებულ ბაზრის მოთხოვნებს. თუმცა ამაში გადამწყვეტი როლი არა თავად პროექტს, არამედ მის სათავეში მდგომი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებას ერგო. სახელი გვარი
აჩიკონიშად. რა სიმღერად? გაზაფხულდა აყვავილანებში. მოდი ჩემთან მოდი სანავატროა ღამედად ნადილად თვალებს ახეს გავლენცლები დაზამთრება გულში იღიმება ლურჯ თვალება მთელი ამ პროექტის უკვე არსებული პროექტის განმავლობაში ვცდილობ, რომ ის, რასაც მაყურებელს შევთავაზებთ, იყოს კარგი, არა შესრულების ხარისხს გულისხმობ, არამედ თავისთავად ის მუსიკა იყოს კარგი. ამ უზარმაზარ ინდუსტრიაში ხო არსებობს ბევრი კარგიც და კიდე გაცილებით მეტი ცუდიც. აი, მხოლოდ კარგი იყოს და შესაბამისად ადამიანები, რომელსაც აქვთ გაათმაგებული ინტერესი, გაათმაგებული ჟინი, მხარდაჭერისა თავისი მეგობრების ან თუნდაც ნეიტრალურ ადამიანებს ინტერესი ხო? ამ ირიბათ, მაგრამ ვაწვდით კარგს. მე ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული სასიმღერო ჟანრის განვითარების გზაზე. იმიტომ რომ მე ეს არასოდეს არ მithქვამს და მე ვერიდები ჩემს ამ სფეროში კოლეგებს, მაგრამ უბრალოდ ანალიზისთვის შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც პირველი ჯეოსტარი გამოვიდა მზეზე. ხო, ჯეოსელისა და მზის სახზე იყო ეს. რა მუსიკა იყო პოპულარული ჯეოსტარამდე და რა ტალღა წამოიღო ჯეოსტარმა. მაშინ აჩიკონიშარაძემ გაიმარჯვა, გახსოვთ ალბათ. ეს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს ჯეოსტარის როლს, ოღონდ ეს როლი არის არა უბრალო, არამედ ძალიან დიდი. უდიდესი, ალბათ ბოლო წლებში საესტრადო მუსიკის გზაზე ასეთი დიდი როლი რაღაცის შეცვლისა, რაღაცის აბსოლუტურად სხვა გზით წაყვანისა არაფერს არ გამოუწევია. როდესაც გადაცემა ჭადრაკის დაფა პირველად გავიდა ეთერში, მე როგორც მისი ავტორი დაგპირდით, რომ წარმატების საიდუმლოს არ ექნებოდა კონკრეტული სახელი, რომ თქვენ არ მოგაკლდებოდათ ამ საიდუმლოს პირველ აღმომჩენის ბედნიერება. მაგრამ როდესაც ერთი წელი მეც თქვენთან ერთად ამ საიდუმლოს ძიებაში გავატარე, ბევრ ამეს და უმთავრეს სწორედ თქვენთან ერთად მივხვდი. იცით რა არის მთავარია, რომ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი თავისუფლების ხარისხი აყვანილი მაქსიმალურად მაღლა. იმისათვის, რომ შენი თავისუფლების ხარისხი მოიპოვო და ის მით უმეტეს მაღლა აიყვანო, ამისათვის უნდა გამოსცადო ბევრი რამე. და მე იმდენად ადრე მომიწია ბევრი რაღაცის გამოცდა, იმდენად ადრე მომიწია უკიდეგანო წარმატებამაც, იმდენად ადრე უკიდურესმა გაჭირვებამაც, იმდენად ადრე მომიწია ყველა ცხოვრებისეული სიბზნის, სიბოროტის, ყველაფრის შეხება მქონდა პირდაპირი შურის ან პირიქით უზარმაზარი სიკეთის, რომ რაღაც მომენტში დღეს მგონია, რომ აბსოლუტურად ბევრი რაღაცისგან ვარ თავისუფალი. იმდენად დიდია შემოქმედებითი არეალი ჩვენს დედამიწაზე, იმდენად დიდია ეს, რომ რატომ უნდა ვებრძოლოთ ერთმანეთს, ვერ ხვდები. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობს ყველა სფეროში და სამწუხარო რეალობა მეც ჩამაბა ამ ყველაფერში, მაგრამ სადღაც რაღაც მომენტში ჩვენ ყველანი წავალთ და აქ დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც გავიკეთებია. და აქ დარჩება ისტორია, თუ როგორები ვიყავით და მე მინდა, რომ ის, რასაც დავტოვებ, იყოს ძალიან ხარისხიანი, ძალიან მომავლის, ძალიან სიკეთით სამსე მუსიკა, რაღაც შეახლე და მინდა დავტოვო ისტორია იმ ადამიანის, რომელსაც არასოდეს თავისი სიცოცხლის განმავლობაში არ გაუკეთებია სიბოროტე. ხო, სხვადასხვა ყველაზე კარგი სურათი ჭადრაკში არის ეს. ერთად რო არიან ყველანი, კიდევ უფრო კაი სურათი არის ეს. როდესაც ეს მტრები ერთმანეთის
მე მაინც ისევე ერთ ადგილას ხვდებიან. ეს სხვადასხვა სამყაროს კიდე ერთი მაგალითია, როდესაც ჩვენ ყველანი მივდივართ, მე ყველანი ერთ ადგილას ვართ. ხო, ესე რა ვინ? იქ ხო ერთად ვართ. აი ესეც იქ არის.